გაიხსენე საჭმელი, რომელიც არ გიყვარს ყველაზე მეტად. და ეხლა წარმოიდგინე, რომ ამ საჭმელს გაჭმევენ ძალით. თან გეუბნებია, რომ შენთვის და შენ უნდა შეიყვარო ეს საჭმელი. ეხლა ეს ეფექტური გზა არის იმისთვის, რომ ეს საჭმელი შეიყვარო? ბავშვობიდან მუდმივად ასე გვექცეოდნენ. გთხოვდნენ იქ ჩავაბაროთ, სადაც არ გვინდა ჩავიცვათ ის, რისიც გწხვენია. გვიყვარდეს ის სპორტი, რომელიც არ გამოგვდის, თუ ძალიან გვიყვარს რაღაც სპორტი, ასე ზედმეტადაც არ გვიყვარდეს კომპიუტერის თამაშის ნაცვლად წიგნით ახვდოვანდეთ. მოკლედ მუდმივად რაღაცას გვატენიდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რამდენად არაეფექტური მიდგომა იყო ეს ჩვენი მიდგომების შესაცვლელად, როცა ჩვენ გვინდა სხვას აზრი შევაცვლევინოთ, იგივეს ვაკეთებთ. ვატენით ჩვენს აზრებს ამ საჭმელივით, ჩვენ შეყვარებულს, მეგობარს, შვილს, პარტნიორს, ცოლს, ქმარს და ხო ის აუცილებლად არაფერი გამოგვდის. ის გაბრაზებულია, ჩვენც გაბრაზებულები ვართ და თან რაც თავია ყველა იგივე აზრზე ვჩებით. ამიტომ დღეს ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ვესაუბრებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენგან ძალიან განსხვავებული აზრი აქვთ და როგორ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი ამ ადამიანებამდე. დღევანდელი ვიდეო უფრო მეტად პოლიტიკურ ჭრილში იქნება, მაგალითად პოლიტიკიდან მოვიყვან, რადგან ეს თემა ძალიან ბევრს აწუხებს დღეს საქართველოში. ჩხუბის garaში პოლიტიკაზე საუბარი იშვიათად გამოსდით დღეს ადამიანებს. თუმცა ის 6 მიდგომა რომელზეც აქ ვისაუბრებთ, გამოგადგებათ ნებისმიერ თემაზე საუბრისას. პირველი საუბრის წინ ფეხი მარჯვნიდან მარცხნივ გადაიდეთ. მეორე, ჩახედეთ თვალებში და მესამე რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი, ისეთივე როგორც ყველა ის ვიდეო, რომელიც გპირდებათ, რომ 3 ან 10 ჯადოსნური ხრიკით თქვენ მიაღწევთ იმას, რაც გინდათ. ასეთი ვიდეოები, რომ მართლა შედეგებს დებდნენ, ყველას, ვისაც ფული უნდა, მილიონი ექნებოდა, ყველას ნავარჯიშები ტანიდა, ამ ვიდეოს კიდე 10 მილიონი ნახვა, მაგრამ ასე არ მუშაობს ადამიანის ფსიქიკა. იმის მიღწევას, რაც გვინდა, ჭირდება პატარ-პატარა ცვლილებები, რომლებიც დიდ შედეგს იძლევა, მაგრამ ეს ცვლილებები იწყება ცოდნის გაფართოებით. მთავარ თემაზე როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი, როგორ მუშაობს ფსიქიკა და შესაბამისად რატომ ვიქცევით ადამიანები ისე როგორც ვიქცევით. ხო და დღეს მოგიყვებით იმ 6 მეთოდზე, რომელიც რა თქმა უნდა არ მოატრიალებს თქვენს ცხოვრებას, მაგრამ არის შანსი შეცვალოს თქვენი მიდგომები მოწინააღმდეგესთან საუბრისას. დავიწყოთ მთავარით. თუ შენ გინდა ადამიანს შეაცვლევინო აზრი, შენ არ უნდა ცდილობდე, რომ მას შეაცვლევინო აზრი. შენი მიზანი უნდა იყოს აბა ვიდეოს ბოლომდე თუ გამოიცნობთ, რას უნდა ცდილობდე ასეთ დროს. ეს ხო გასაგებია ასე რატო გავაკეთე, რომ ეგება ბოლომდე გაყურებინო ვიდეოს, რომ მე მართლა 10 მილიონი ნახვა კონდეს. ეს ხუმრობით. მაგრამ ისე მართლა საინტერესოა, რა მოგივათ ამ პერიოდში თავში აზრად, რას უნდა ცდილობდე საუბრისას, თუ შენი იდეა არის, რომ ადამიანს აზრი შეაცვლევინო. მაგრამ მანამდე საფუძველი. ჩვენ ვიზრდებოდით ისეთ გარემოში, სადაც ამერიკის თავისუფლება იყო მთავარი იდეალი და ყველაფერი ბოროტება მოდიოდა საბჭოთა კავშირიდან. და ესეთი სამეგობრო წრეში ერთხელ შემოგვიერთდა ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან სიმპათიური ახალი ადამიანი, არ ვიცნობდით მას. კარგად ჩაცმული, კარგად მეტყველებდა გოგოებს ძალიან მოეწონათ, მაგრამ მალევე დაიწყო საუბარი, როგორი საშინელება ამერიკა და ზოგადად კაპიტალიზმი და რა კარგია კომუნისტური იდეა, როდესაც ყველას ერთნაირი შემოსავალი აქვს, როცა ადამიანები სამსახურზე არ ღელავენ. გასაგებია ჩვენი რეაქცია რაც იყო, ხო, აღარც სიმპათიური იყო, აღარც აზრიანი, იყო ერთი ჩამორჩენილი ადამიანი, რომელსაც არაფერი ესაქმებოდა ჩვენს წრეში. დღის ბოლოს, ალბათ ალკოჰოლის დამსახურებით, ამ ადამიანმა მოყვა თავისი ისტორია. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირი რო დაინგრა, დედამ წავიდა ამერიკაში ლუკმა პურის საშოვნად. როგორც ჩანს, ხშირადაც აყვედრიდა მამას მის ძალიან რთულ ცხოვრებას ამერიკაში და ერთ დღესაც ამ ბიჭმა გააღო კარი, შევიდა და მამა თოქზე ჩამოკიდებული ნახა. ამ კაპიტალისტურ იდეოლოგიას ფეხვე რაწყობილმა მამამ თავი მოიკლა. რა თქმა უნდა, ამ ისტორიამ არც კომუნიზმზე და არც ამერიკაზე მაშინ წარმოდგენა არ შემიცვალა, მაგრამ ერთი დიდი გარღვევა მოახდინა. შენ არასოდეს არ იცი რა ხდებოდა იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვისაც ესაუბრები და არ იცი რა მოვლენებმა მიიყვანა ის იმ აზრზე, რა აზრზეც დღეს არის. ერთი ის, რომ არც არავინ გიყვება ერთ დღეში თავისი ცხოვრების მთავარ ტკივილებს და მეორე ის, რომ ხშირად არ არის ასე თვალსაჩინო რამ განაპირობა მისი წარმოდგენები ცხოვრებაზე. ამიტომ, როცა ადამიანს ესაუბრები, პირველი დაშვება გააკეთე, რომ ლოგიკურია ის იყოს ამ აზრზე თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე და არა ის, რომ ის არის იდიოტი, ჩამორჩენილი, გაუნათლებელი მონა და ასე შემდეგ. როცა ასე შეხედავ შენს მოსაუბრეს, მაშინ დაიწყებ კიდევ ერთი მთავარი მეორე ჩვევის ჩამოყალიბებას.
დაგიფიქსირებია, რომ როცა ადამიანს ეკამათები, როცა ის საუბრობს, შენი ტვინი დაკავებულია ახალი ეფექტური არგუმენტების მოფიქრებით და არა მოსმენით. ანუ იმის ჩვენებით, რამდენად შენ ხარ ჭკვიანი და ის რამდენად სულელია, ან რამდენად არასწორია გაგებაში, ან ასე შემდეგ. აბა წარმოიდგინე პირიქით, როცა ადამიანი ამ პრიზმიდან გესაუბრება, რომ ის არის ჭკვიანი და შენ რაღაცაში შეზღუდული ხარ, რა არის შანსი, რომ ამ ადამიანს მართლა მოусმინო? ავტომატურად შენც მოგინდება და უმტკიცო, რომ არა, პირიქით არის, ის არის სულელი და შენ ხარ ძალიან ჭკვიანი და ეს უკვე საკითხზე მსჯელობა აღარ არის, ეს ეგოების დატოლებაა. ხო და მეორე და მთავარი პრინციპი, მოусმინე. ოღონდ მოусმინე გულით და იმდან რამეს აღმოაჩენ ამ მოსმენაში, რომ შენვე დაგეხმარება მერე ეფექტური არგუმენტების ჩამოსაყალიბებლად. მოусმინე, რომ დააფიქსირო რა ღირებულებებზე აფუძნებს ის თელ თავის მსჯელობას და ეს არის მესამე მნიშვნელოვანი მიდგომა. აღმოაჩინე რა არის მისთვის მთავარი ღირებულება, რომ როდესაც შენ მერე მას არგუმენტებს მოუყვან, მის ღირებულებასთან კავშირში იყოს შენი სათქმელი. მორალური ღირებულებების ჩამონათვალი არის უამრავი. მაგრამ პოლიტიკურ მეცნიერებაში ერთ-ერთი თეორია გამოყოფს 5 მთავარ ღირებულებას, რაზე დაფუძნებითაც ადამიანები თავიანთ პოლიტიკურ იდეოლოგიას ირჩევენ. ესენი არის მზრუნველობა, სრული რომ არავინ იტანჯებოდეს სამყაროში, სამართლიანობა, ყველას ერთნაირი შანსი უნდა გქონდეს და ყველას ერთნაირი შესაძლებლობა ბედნიერების. ერთგულება, როცა საკუთარი ჯგუფის, ქვეყნის ან ოჯახის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვს, ავტორიტეტი, როდესაც ტრადიციები, შენზე უფროსები, შენი ზემდგომები შენთვის წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან ფიგურებს და მეხუთე სიწმინდე, ხშირად რელიგიური სიწმინდეების და სულის დაცვა. უამრავი კვლევა ძალიან ბევრ ქვეყანაში აჩვენებს, რომ ლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრები პოლიტიკაში თავიანთ მსჯელობას აფუძნებენ პირველ ორ მორალურ ღირებულებაზე, ზრუნვაზე და სამართლიანობაზე. ხოლო კონსერვატორები უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ერთგულებას, ავტორიტეტს და სიწმინდეებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს ღირებულებები აქვთ და აი ასე კონკრეტულად გაყოფილი, მაგრამ სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ლიბერალური პოლიტიკის მიმდევრები სწორედ აი ამ ორ ღირებულებაზე საუბრობენ, ხოლო კონსერვატორები აი იმ ბოლოს სამზე. ხო და როცა ესაუბრები საპირისპირო იდეოლოგიაზე მყოფ ადამიანს, შენი სათქმელი უნდა შეუსაბამო არა შენ ღირებულებას, არამედ მის ღირებულებას. აი მაგალითად, თუ გინდა კონსერვატორს აუხსნა, რატომ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, არ იქნება ეფექტური უთხრა, რომ ცხოველები იტანჯებიან ან ბუნება იტანჯება. შენ თუ ეტყვი, რომ ბუნებას უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან ის წმინდა და უნდა დავიცვათ ეს ჩვენი სიწმინდე, გაცილებით უფრო მეტად მიიტან შენ სათქმელს. ან მაგალითად, ოჯახის სიწმინდის კანონზე გინდა აუხსნა, რომ ეს აზიანებს სხვის უფლებებს. ასეთი ფორმულირებით ამ ადამიანამდე სათქმელს ვერ მიიტან, რადგან მისთვის თანასწორობა და სამართლიანობა არ არის იმხელა მნიშვნელობის ღირებულება, როგორც სიწმინდეები და ერთგულება. ამიტომ შენ თუ სხვანაირად ეტყვი სათქმელს, მაგალითად ასე ეტყვი, რომ კი, მაგრამ ნებისმიერი ადამიანის ჩაგვრა, როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს ის, ეს ხომ არ არის ქრისტიანული. ასე გაცილებით უფრო მიიტან შენ სათქმელს. მაგალითად, კონსერვატორი ხარ და გინდა აუხსნა ლიბერალს, რატომ არის შენთვის მნიშვნელოვანი ოჯახის სიწმინდის კანონი. თუ ეტყვი, რომ არ მაინტერესებს უმცირესობები, ისინი მოსაკვეთები არიან, რა თქმა უნდა, საუბარი არ გამოვა. მაგრამ თუ შეატრიალებ შენ სათქმელს და იტყვი, რომ თუ შენთვის მნიშვნელოვანია, რომ არავინ იტანჯებოდეს, რატომ არ ითვალისწინებ იმ ხალხს, რომელსაც ეშინია ცუდი გავლენის, ეშინია ბავშვი სკოლაში წავიდეს და მოექცეს რაღაცა პროპაგანდის ქვეშ. რა მნიშვნელობა აქვს სწორედ ეშინია თუ არა, ის ხომ იტანჯება და მისთვის ხომ მნიშვნელოვანია, რომ ამისგან დაცული იყოს. თუ ასე მოუტრიალებს სათქმელს, გაცილებით მეტი შანსია ლიბერალური აზროვნების ადამიანმა მოგისმინოს. ამას მორალურ ჩანაცვლებას ეძახიან, როცა შენ სათქმელს იგივეს ამბობ, მაგრამ ის მორალური ღირებულება, რომელსაც უბავ ამ სათქმელს, არის შენს მოწინააღმდეგეზე მორგებული. თუ იმას გადაწყვეტ, რომ ერთ საუბარში მორალური ღირებულებები შეაცვლევინო ადამიანს, მე მგონი ეს იმთავითვე განწირული წამოწყებაა, ხო? ამიტომ ჯობია შენი სათქმელი მოარგო მის ღირებულებას. მაგრამ სანამდე გადახვალ მწვავე საკითხზე, საუბარი ჯობია დაიწყო იმ თემებით, რაზეც იოლად თანხვდებით. აი მაგალითად, ახლა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ძალიან ცნობილი მოდერატორები ყავთ ჩართული და რა ცდილობენ ისინი, რომ ჯერ შეთანხმებას მიაღწიონ იოლ თემაზე, მაგალითად, შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე. ძალიან მწვავე დაპირისპირების მედიაციაში ყოველთვის გასწავლიან, რომ
დაიწყო მოლაპარაკებები ყველაზე იოლი საკითხით და მერე გადახვიდმა მწვავე საკითხზე. მაგრამ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს თუ ფორმა ამ საუბრის არ იქნება შესაბამისი. აი მეხუთე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი. აი წარმოიდგინე, ჩემთან სესიაზე მოდის ადამიანი და მეუბნება, რომ დედაჩემი არის ეგოისტი. ნუ არ ვიცი, შეიძლება ასე თulis ზოგადად, ან ამ დღეს ასე თulis, ან დღეს ამის ჯერი აქვს, რომ დედაზე იყოს გაბრაზებული. და მე მეუბნები, რომ არა, დედა შენი არ არის ეგოისტი. ის მუდმივად შენზე ზრუნავს და ის კეთილშობილი ადამიანია. აი შენი აზრით რას მიპასუხებს ის ადამიანი? უი ხოლ მართალი ხარ? არა, არ არის და ჩემი ეგოისტიო. არა, აუცილებლად დაიწყებს გახსენებას ისეთი ისტორიების, რომლებიც ადასტურებს, რომ დედამისი არის ეგოისტი, როგორ დაავიწყდა სკოლაში და ყავასვავდა მეგობრებთან, ან როგორ არაფერი არ ჩამოუტანა პარიზიდან და თავისთვის შუბა იყიდა. ანუ ტვინი ამოაგდებს უამრავ არგუმენტს და უამრავ მოვლენას გაიხსენებს, რომ თავის სიმართლეში დამარწმუნოს. მაგრამ ამის მაგივრად მე თუ ვკითხავ, ალბათ რთულია ხო, როდესაც დედა ეგოისტია. ის ადამიანი აღარ გადადის იმ ისტორიების გახსენებაში, რომ დაამტკიცოს, რომ დედა მასზე არ ზრუნავს და პირიქით შეიძლება მასვე მოუნდეს თავისივე ნათქვამის შერბილება. ესე იგი, ყველაზე ეფექტური გზა საუბარში ყოველთვის არის დაუსვა კითხვები და არის საუბრო რაღაცა განცხადებებით. ასეთ შემთხვევაში შენ ახერხებ და აი მივედით იმ კითხვამდე, რომელიც დავსვით ვიდეოს დასაწყისში. შენ თუ გინდა სხვას აზრი შეაცვლევინო, შენი მიზანი არ უნდა იყოს, რომ მას აზრი შეაცვლევინო. შენ უნდა ეცადო, რომ მას ეჭვი გაუჩინო. შენ უნდა ეცადო, ის დააფიქრო. თუ ამ ვიდეომ რამეზე დაგაფიქრა, კარგი იქნება თუ მოიწონებ ვიდეოს და ნუ თუ არხს გამოიწერ, ხომ ძალიან გამეხარდება. ესე იგი, თუ ჩვენ ვესაუბრებით პოლიტიკაში იდეოლოგიურად ძალიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, მოდი პირდაპირ არ ვეცადოთ, რომ აზრი შევაცვლევინოთ. ვეცადოთ, რომ დავაფიქროთ. ვეცადოთ, რომ დავუსვათ ისეთი კითხვები, რომლებიც მათ პერსპექტივას გაზდის და ვეცადოთ ჩვენი სათქმელი შევატრიალოთ მათი ღირებულების პრიზმიდან და არა ვამტკიცოთ, რომ ჩვენ ახლა უფრო მართლები ვართ. ეს ვიდეოც ამას ემსახურებოდა. ერთ დღეში ვერ შეიცვლება შენი მანერა კამათის, მაგრამ იმედია ამ ვიდეომ ცოტათი მაინც დაგაფიქრა, რა მეთოდებს იყენებ შენ თვითონ, როდესაც ესაუბრები მოწინააღმდეგეს. შემდეგ სპინამდე.